ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან დავიწყო ბრძოლა. ვის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ორგზის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავის საჯარო განცხადებაში მამუკა მდინარაძეს ახსენებს. ამდენად არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი კობახიძეს გულისხმობდეს, რომლის გუნდის წევრიცაა მამუკა მდინარაძე. დღევანდელი განცხადებით ასევე გაირკვა, რომ ის წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა გუშინ გაასაჯაროვა და რომელიც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო, სწორედ მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ჩემთვის მოულოდნელად ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული რისკის გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დაბრუნებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემს მიერ მისი აღიარება. როგორც ჩანს, ამ შეთავაზებით იმდენად შეურაცხყოფილი აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაპირისპირება და საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისი დაკავების მიზანი პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო. საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ეგრეთ წოდებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოს და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არც ერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი. ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას მმართველ გუნდში ჯერ არ გამოხმაურებიან. ამ დრომდე უცნობია და ადასტურებს თუ არა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებებს.